დღევანდელი დღის თემა. აუგო ნოემ სამსხვერპლო უფალს. თითო ამოარჩია ყოველი წმინდა პირუტყვიდან და ყოველი წმინდა ფრინველიდან და აღსავლენად მიიტანა სამსხვერპლოზე. გუშინ ჩვენ ვნახეთ კაცთმოყვარე ღმერთის სახიერება ის თუ როგორ გამოიყვანა მან მართალი ნოე კიდობანიდან, გაათავისუფლა იქიდან, დაუსრულა ეს მძიმე და საშინელი ტუსაღობა და კიდევაც დააჯილდოვა მოთმინებისთვის, როდესაც უთხრა: ინაყოფიერონ და გამრავლდნენ ქვეყნად. დღეს კი ნოეს მადლიერების მოწმე გავხდებით, რითაც მან ღმერთის უმეტესი და უმაღლესი წყალობა მოიპოვა. ღმერთი მუდამ ასე იქცევა. როდესაც დაინახავს ადრინდელის გამო მადლიერ ადამიანს, მას კიდევ მეტ წვენს უგზავნის. ჩვენ შევეცადოთ ღმერთს ჩვენი შესაძლებლობის შესაბამისი მადლობა შევწიროთ იმ წყალობისთვის, რაც მისგან მიგვიღია, რათა მეტის ღირსები შევქინეთ. და ნურასოდეს დავივიწყებთ მისგან ჩვენთვის ბოძებულ სიკეთეებს, არამედ მუდამ გონებაში ვიქონიოთ, რათა მათი ხსოვნა მუდმივი მადლობისთვის აღგზრავდეს. თუმცა კი მათი რიცხვი ისე დიდია, რომ ჩვენს გონებას არ შეუძლია. ღმერთის ჩვენდამი წყალობანი აღრაცხოს. მართლაც და ვის შეუძლია წარმოიდგინოს ყველაფერი, რაც უკვე მოგცემია ღვთისგან, რაც დაპირებულია, რაც ყოველდღიურად გვეძლევა. მან არ ყოფნიდან ყოფნაში მოგვიყვანა, სხეული და სული გვიძღვნა, გონიერ არსებებად შექმნა, მოგცა ეს ჰაერი სასუნთქად, ყველანაირი ქმნილება ადამიანის მოდგმას ამსახურა და თავიდან ინდომა, რომ ადამიანი სამოთხეში ცხოვრებით დამტკბარიყო, უზრუნველად და უშრომველად გაეტარებინა ცხოვრება და სხეულში მყოფი არაფრით ჩამოვარდნოდა ანგელოზებს და უსხეულო ძალებს, არამედ ამაღლებული ყოფილიყო სხეულებრივ საჭიროებებზე. შემდეგ, როდესაც ადამიანი მისი უზრუნველობის გამო გველის მეშვეობით ეშმაკის ლიქნა მოინადირა, ღმერთმა მერეც არ დაიშალა დამნაშავე ცოდვილის წყალობა, არამედ თავად სასჯელებშიც კი, როგორც უკვე გუშინვე ვთქვი, თავისი კაცთმოყვარება გამოავლინა და მრავალნაირი და ურიცხვის სიკეთით აავსო. ბოლოს, როცა ადამიანის მოდგმის გამრავლების და მის უკეთურებისკენ მიდრეკვის მერე, ღმერთმა დაინახა, რომ მათი იარები უკურნებელია, მან გაანადგურა ბოროტების მოქმედნი, როგორც რაღაც მავნე დრიტა და მხოლოდ მართალი ნოე დატოვა, რათა იგი ადამიანის მოდგმის ძირი და საწყისი გამხდარიყო. და კვლავ დააკვირდი როგორ სიკეთეს უწყალობებს. მან ინება ამ მართალი კაცისა და მისი ძეებისგან ესოდენ გაემრავლებინა ადამიანთა მოდგმა და განუწყვეტლივ ირჩევდა მათ შორის მართლებს, ანუ პატრიარქებს და მათ მასწავლებლებად უყენებდა დანარჩენ ადამიანებს, რათა მათ საკუთარი სათნოებით ყველა დაემოძღვრათ და როგორც ექიმებს, სნეულნი განეკურნათ. ხან პალესტინაში, ხან ეგვიპტეში მიჰყავს ისინი და ამით თავის მონათა მოთმინებასაც წვრთნის და საკუთარ ძალასაც უფრო აცხადებს. და შემდეგ განუწყვეტლივ აგრძელებდა ადამიანთა გადარჩენაზე ზრუნვას, წინასწარმეტყველებს უგზავნიდა და მათი ხელით ნიშნებს მოავლენდა და სასწაულებს ახდენდა. მოკლედ რომ თქვათ, ისევე როგორც არ შეგვიძლია გადავთვალოთ ზღვის ტალღები, რამდენიც არ უნდა ვეცადოთ, ასევე ვერ გადავთვლით ღმერთის მრავალგვარ წყალობას, რომელიც მას ჩვენი მოდგმისთვის მოუვლენია. ბოლოს, როდესაც ღმერთმა დაინახა, რომ ამგვარი განგებულების მერეც ადამიანის ბუნებას უდიდესი და გამოუთქმელი კაცთმოყვარება ჭირდება და რომ ვერაფრით შველიან ვერც პატრიარქები, ვერც წინასწარმეტყველნი, ვერც ის გასაოცარი სასწაულები, ვერც ესოდენ ხშირი სასჯელი და შეგონება, ვერც ერთმანეთს მიდევნებული ტყვეობის გასაჭირები, მაშინ შეიბრალა ჩვენი მოდგმა და გამოგვიგზავნა სულთა და ხორცთა მკურნალი, აღმართა, ასე ვთქვათ, მამის წიაღიდან თავისი მხოლოდ შობილი ძე, რომელმაც ინება მონის სახე მიეღო და შობილიყო ქალწულისგან, ჩვენ გვერდით ეცხოვრა და ყველა ჩვენი საჭიროება ეგემა, რათა ჩვენი ბუნება მრავალ ცოდვათაგან დამძიმებული და კვდებარე მიწიდან ცადა ეყვანა. ამით გაოცებულმა და ღმერთის უკიდეგანო სიყვარულის გამჭვრეტმა ქუხილის ძემ გვაუწყა, რამე თუ ესრეთ შეიყუარა ღმერთმა სოფელი ესე. დააკვირდი რამხელა გაოცება ჩანს ამ სიტყვებში. სიტყვით ესრეთ მიუთითებს იმის მნიშვნელოვნებაზე, რის თქმაც სურს. აი რატომ იწყებს ასე. გითხარი, ნეტარო იოანე, როგორ ესრეთ? მოგვითითე ზომა, გვიჩვენე სიდიდე, გაგვიმხილე ღვთიური სიყვარულის აღმატებულება. რამე თუ ესრეთ შეიყუარა ღმერთმა სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თვისი მხოლოშობილი მოსცა მას, რაითა ყოველსა რომელსა ხრწმენეს იგი არა წარწმდეს, არამედ აქუნდეს ცხოვრება ის საუკუნოი. ხედავ, უფლისძის მოსვლის მიზეზი ისაა, რომ ადამიანებს, რომლებსაც დაღუპვა ელოდათ, მისი რწმენის გზით ხსნა მოვლენოდათ, ვის შეუძლია აზრით მოიცვას დიადი, საოცარი და გონებამიუწვდომი წყალობა, რომელიც ღმერთმა ჩვენს ბუნებას მოუვლინა ნათლობის ძღვენით და ამით ყველა ჩვენი ცოდვის შენდობა გვაჩუქა? მაგრამ რა უნდა ვთქვა? ვერც აზრი შეძლებს, ვერც სიტყვა მისვდება ღვთის სხვა წყალობების აღრიცხვას. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო, უთქმელად დარჩენილი მაინც გადაამეტებს უკვე თქმულს. მას ვინ შეძლებს გონებით მისვდეს მონანიების იმ გზას, რომელიც ღმერთმა თავისი გამოუთქმელი კაცთმოყვარებით უჩვენა ჩვენს მოდგმას და იმ საოცარ მცნებებს, ნათლობის ძღვენის მერე რომ მოგვეცა და რომელთა შესრულებითაც თუ კი ვინდომებთ, მისი კეთილგანწყობის მოპოვებას შევძლებთ. ხედავ საყვარელო, ღმერთის სიკეთეთა უძიროებას, ხედავგანა რამდენი ჩამოვთვალეთ და მაინც მათი მცირე ნაწილიც ვერ მოვათავეთ. მართლაც და ვით ძალუც ადამიანის ენას სიტყვით გამოთქვას თუ რა გაუკეთებია ღმერთს ჩვენთვის.
და მაშინ, როდესაც ასე ურიცხვი და დიდებულია ეს სიკეთეები, მათ ბევრად აღემატება ის წყალობა, რომელსაც იგი იმქვეყნად, აქაური ცხოვრების გასრულების შემდეგ დაჰპირდა სათნოების გზით მავალთ. ნეტარი პავლე, რომელსაც სურს მცირერიცხოვანი სიტყვებით გადმოგცეს ამ წყალობათა უზომო დიდებულება, ამბობს: არამედ ვითარცა წერიარს, რომელი თვალმან არ აიხილა და ყურსა არ აესმა და გულსა კაცისას არ მოუხდა, რომელი განუმზადა ღმერთთან მოყვარეთათვისთა. ხედავ განაძღვენის განუზომელობას, ხედავ რომ მისი სახიერება ყოველგვარ ადამიანურ ცნებას აღემატება. გულსა კაცისას არ მოუხდაო, ამბობს. ამგვარად, თუკი ჩვენ ვისურვებთ ამაზე დაფიქრებას და ჩვენი ძალისაებრ მადლობას შევწირავთ ღმერთს, შეგვეძლება კიდევ უფრო მეტი კეთილგანწყობა მოვიხვეჭოთ მისგან და საკუთარ თავში სათნოებისკენ სწრაფვა გავაღვივოთ. მართლაც და მისთვის გაწეული სიკეთის ხსოვნა ძალუმად აღძრავს სათნოღვაწლის სურვილს და ადამიანს განაწყობს, შეიძულოს ყველაფერი იმწუთიერი, ესოდენ დიად მოკეთეს მიეჯაჭოს და ყოველდღიურად მადლობა მოახსენოს მას. ამიტომაცაა, რომ ეს მართალიც ღმერთისგან ასეთ პატივსა და წყალობას ეღირსა, რადგანაც ადრინდელი სიკეთეების გამო უდიდეს მადლიერებას გამოავლენდა. მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენი სიტყვა თქვენთვის უფრო ცხადი იყოს, ჯეარს, თქვენ სიყვარულს დღევანდელი საკითხავის დასაწყისი შევთავაზოთ. მას შემდეგ, რაც ნოე ღმერთის ბრძანებით კიდობნიდან გამოვიდა ძეებთან, ცოლთან და ძეთა ცოლებთან ერთად, ყველა ნადიფრინველთან ერთად და გამოსულმა ღმერთისგან ერთობ სანუგეშო დალოცვა მიიღო. ინაყოფიერონ და გამრავლდნენ ქვეყნად, საღვთო წერილი მართალი ნოეს მადლიერებას გვიჩვენებს და გვეუბნება. აუგო ნოემ სამსხვერპლო უფალს, თითო ამოარჩია ყოველი წმიდა პირუტყვიდან და ყოველი წმიდა ფრინველიდან და ახსავლენად მიიტანა სამსხვერპლოზე. ამ სიტყვებიდან საყვარელო, დაინახე, რომ ყოველთა შემოქმედმა ჩვენსავე ბუნებაში ჩადო სათნოების ზუსტი გაგება. მართლაც და მითხარი მართალ ნოეს ამის გაკეთება საიდან უნდა მოსლო და აზრად. არავის საქციელში მას მაგალითი არ დაუნახავს. არამედ ისე, როგორც დასაწყისში პირველი ადამიანის შვილმა, ანუ აბელმა საკუთარ შინაგან წადილზე დაყრდნობით შესწირა ღმერთს, მსხვერპლი უდიდესი გულმოდგინებით, ასევე ახლა ეს მართალი მსხვერპლის მეშვეობით საკუთარი ნებსურვილის და საღი განჯის კარნახით აღუვლენს ღმერთს მადლობას იმით, რითაც შეეძლო და რაც ადამიანის გონებით განსაჯა. და დააკვირდი რა ბრძნულად ჩადის ყველაფერს. მას არ დასჭირვებია არც დიდებული შენობა, არც ტაძარი, არც რაიმე საოცარი სახლი, არც რამე სხვა. მან იცოდა, მშვენივრად იცოდა, რომ ღმერთს მხოლოდ მისი კეთილი განწყობა ჭირდებოდა. და აჰა, აიღო მან თითო წმინდა ცხოველი და თითო წმინდა ფრინველი და სახელდახელოდ მოწყობილ სამსხვერპლოზე სრულად დასაწვავი მსხვერპლი შესწირა. და ამით როგორც შეეძლო, თავისი წრფელი მადლობა გამოხატა. კაცთმოყვარე ღმერთმა კი მიიღო ეს მადლობა, დააფასა მისი გულმოდგინება და კვლავ უჩვენა თავისი კეთილგანწყობა. წერილი ამბობს: იყნო საუფალმა კეთილსურნელება. ხედავ, მსხვერპლის შემწირველის განწყობამ როგორ კეთილსურნელად აქცია კვამლიც, სიმყრალეც და ყველაფერი, რაც კი უამური იყო ცხოველთა დაწვის დროს. ამიტომაც თქვა პავლემ თავის ეპისტოლეში: რამე თუ ქრისტეს სურნელებანი ვართ ღვთისამიერ ცხოვრებულთა მათ შორის და წარწმედულთა, რომელთამე სულად სიკვდილითი სიკვდილად და რომელთამე სულად ცხოვრებითი ცხოვრებად. იყნო საუფალმა კეთილსურნელება. გაცნუნებს გამოთქმის სიუხეში, არამედ სიტყვათა ასეთი დამდაბლების მიზეზად საკუთარი სისუსტე დასახე და აქედან ის გაიგე, რომ მართლის მსხვერპლის საამო იყო ღმერთისთვის. ხოლო იმისათვის, რომ ვიცოდეთ, უფალს არაფერი არ ჭირდება, ნოეს მსხვერპლი კი მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ ადამიანები მადლიერებისთვის განეწყო, ამისათვის იგი უშვებს, რომ ყველაფერი ცეცხლმა დანთქას, რათა მსხვერპლის შემწირველებმაც იცოდნენ, რომ ყოველივე მათ სარგოდ ხდება. მითხარი, საერთოდ რად უშვებს მისთვის მსხვერპლის შეწირვას? ისევ და ისევ ადამიანის სისუსტის გამო დაინდაბლებს თავს. რადგანაც ადამიანები თანდათან უზრუნველობას მიეცემოდნენ და შემდგომ ღმერთების გამოგონება და მათთვის მსხვერპლის შეწირვა მოელოდათ, ამიტომ ღმერთმა წინდაწინ ინება, რომ მისთვის შეეწირათ მსხვერპლი, რადგან ამით მაინც განეზიდა ისინი უკეთურებას მიცემულთა დამღუპველი ცდომილებისგან. ხოლო იმისათვის, რათა დაარწმუნდე, რომ ეს ყველაფერი თავმდაბლობით მოიმოქმე და გაიხსენე შემდგომ წინადაცვეთის დადგენა, რომ ინება არა, იმიტომ რომ ამას შეეძლო რამით წასდგომოდა სულისხსნის საქმეს, არამედ იმისათვის, რომ იუდევლებს ეტარებინათ ეს სხეულზე, როგორც ნიშანი და ბეჭედი საკუთარი მადლიერების დასტურად და იმისათვის, რომ ისინი წარმართებს ვერ შერეოდნენ. აი რატომ უწოდებს ნეტარი პავლე წინადაცვეთას სასწაულს და ამბობს და სასწაულად მოიღო წინადაცვეთილება იგი ბეჭდად სიმართლისა სარწმუნოებისა. ხოლო იმის დასტურად, რომ წინადაცვეთა სრულიადაც არ ხდის ადამიანს მართალს, ეს მართალი ნოეც გამოდგება, რომელიც სათნოების ამგვარ სიმაღლეებს შესვდა მაშინ, როცა ჯერ არ იყო წინადაცვეთა დადგენილი. ან კი რას ვამბობ? თავად პატრიარქი აბრაამი წინადაცვეთის მიღებამდე მხოლოდ რწმენით იყო მართალი. ჯერ კიდევ წინადაცვეთამდე მასზე ასე ამბობს წერილი: რწმენა აბრაჰამს ღმერთი და შეერაცხა მას სიმართლედ. რა დამაყოფ იუდეველო წინადაცვეთით? იცოდე, რომ მის დადგინებამდეც ბევრი იყო მართალი. აი აბელმა რწმენით შესწირა მსხვერპლი, როგორც პავლეც ამბობს მასზე. სარწმუნოებით უმრავლესი მსხვერპლების შეწირა ღმრთისა აბელ კაენისა.
ენოქიც ნოეც გადარჩა საზარელ წარღვნას მისი დიდი სიმართლის წყალობით და აბრაამიც ჯერ კიდევ წინადაცვეთამდე იდიდა ღმერთის მიმართ რწმენის გამო. ასე იყო უძველესი დროიდან და დასაბამიდან რწმენას ხსნა მოჰქონდა ადამიანისთვის. იმიტომაც დაუშვა კაცთმოყვარე ღმერთმა მისთვის მსხვერპლშეწირვა, რომ ადამიანებს, რომლებიც მაშინ კიდევ უფრო არასრულყოფილნი იყვნენ, შეძლებოდათ მადლობის გამოხატვაც და კერპტყვანისცემის სენსაც ასწენოდნენ. მართლაც და თუ ასეთი თავმდაბლობის მერეც ბევრი ვერ გადაურჩა დაცემას, მაშინ ვინღა ასწდებოდა დამღუპელ ცდომილებას, ღმერთის თავდამდაბლება რო არ ეხილა, იყნო საუფალმა კეთილსურნელება. მაგრამ ასე როდი მოიქცა იგი უმადურ იუდეველებთან. მაშ როგორ უსმინე წინასწარმეტყველს, რომელიც ამბობს: საძაგელია ჩემთვის საკმეველი და ამით შემწირველების შინაგანი განწყობის უწმინდურებაზე მიგვითითებს. როგორც მართლის სათნოებამ კვამლი და სიმყრალეს სურნელებად აქცია, ისევე აქ შემწირველების მანკიერებამ კეთილსურნელის საკმეველი ყნოსვაც საძაგელი გახადა. ასე რომ გთხოვთ შეეცადოთ ყოველი სხმის კეთებისას წმინდა განწყობა გამოვავლინოთ. იგი ყველანაირი სიკეთის მიზეზად გაგვიხდება. სახიერი ღმერთი როგორც წესი ყურადღებას აქცევს არა იმდენად ჩვენს მსხვერპლს, რამდენადაც განწყობას, რომელთაც ამ მსხვერპლს ვწირავთ და ამის მიხედვით მიიღებს ან უარყოფს ჩვენს წვენს. მაშა სადამე ვლოცულობთ, მარხულობთ თუ მოწყალებას გავცემთ თუ რამე სხვა სულიერ საქმიანობას ვწევთ, ვაკეთოთ ეს წმინდა განწყობით, რათა ჩვენი შრომა სათანადოდ დაგვირგვინდეს. ხო გაუგებარი საქმე იქნება თუ შრომას ვიტვირთავთ, ჯილდოს კი მოვაკლდებით, ანუ თუ კეთილ საქმეს ღმერთისგან მოცემული კანონების დაუცველად ჩავიდენთ. ხოლო ღმერთის გამოუთქმელი კაცთმოყვარებით შეიძლება გვირგვინი საქმეთა გარეშეც მიიღო, მხოლოდ განწყობისთვის. ამაში რომ დავწმუნდეთ, მოწყალების გაცემა გავიხსენოთ. როდესაც დაინახავს საბაზრო მოედანზე მწოლ, უკიდურეს სიღარიბეში ჩავარდნილ ადამიანს და თანაუგრძნობ, მაშინვე ზეცას მიაპყრო ფიქრს და უფალს მადლს შესწირავს საკუთარი მდგომარეობის გამო და ამ ღატაკის მოთმინებისთვისაც, მაშინ რომც არ შეგეძლოს მისი დაპურება, შენი კეთილი განწყობისთვის მაინც სრულ ჯილდოს მიიღებ. ამიტომ თქვა უფალმაც და რომელმან ასუას ერთსა მცირეთაგანსა სასუმელი ერთი წყალი გრილის სახელად მოწაფისა, ამენ გეტყვით თქვენ, არა წარუწყდეს სასყიდელი მისი. რა შეიძლება იყოს ერთ ჭიქა გრილ წყალზე მცირე შესაწირი, მაგრამ კეთილი განწყობის წყალობით მის გამოც ჯილდო გერგებათ. იგივე ითქმის საპირისპირო შემთხვევაზეც. ჩემს ვალად ვთვლი თქვენი სიყვარულისთვის ამის მოხსენებას, რათა თქვენ გამოწვლილვით შეიტყოთ ამის შესახებ და საკუთარ თავში წმინდა გულითადი კეთილ განწყობა ჩაინერგოთ. ისმინე რას ამბობს ქრისტე, ხოლო მე გეტყვით თქვენ, რამე თუ ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულითქმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინათვისსა. ხედავ, აქაც უწმინდური განწყობა გაიკიცხება და ურცხვი მზერისთვისაც სასჯელი მოგელის ისე, თითქოს და უკვე მართლაც გემრუშოს, ასე რომ რა კი ეს ვიცით, ყველანაირად დავიცვათ ჩვენი განწყობის სიწმინდე, რათა მან ჩვენი მსხვერპლი ღმერთისთვის სათნო გახადოს. თუ კი მან ნოეს კვამლი და სიმყრალეს სურნელებად აქცია, მას ჩვენს სულიერ მსხვერპლს როგორღა გარდაქმნის და რა ზეგარდმო მადლს არ მოგფენს. ნათქვამია, იყნო საუფალმა კეთილსურნელება. ხედავ, როგორია მართალი კაცის მიერ შეწირული მსხვერპლი. გარეგნულად უმნიშვნელოა იგი, მაგრამ განწყობის სიწმინდეს განუდიდებია. ახლა კი კაცთმოყვარე ღმერთის უკიდეგანო სახიერება იხილე. და თქვა უფალმა თავისთვის: ამიერიდან აღარ დავწყევლი მიწას ადამიანის გამო, რადგან ბოროტისკენაა მიდრეკილი ადამიანის გულის თქმა მისი სიყრმიდანვე, მეტად აღარ გავანადგურებ ცოცხალ არსებას, როგორც მოვიქეცი, ვიდრე ქვეყანა იქნება. რა უჩვეულო სიკეთე, რა დიადი კაცთმოყვარება, რა გამოუთქმელი თავმდაბლობა ჩანს ამაში. და თქვა უფალმა თავისთვის. და ეს გამოთქმა, და თქვა უფალმა თავისთვის ადამიანისთვის გასაგებად და ჩვენს ბუნებაზე მორგებულადაა გამოყენებული. ამიერიდან აღარ დავწყევლი მიწას ადამიანის გამო. ღმერთმა მიწა პირველი ადამიანის გამო დაწყევლა უთხრა: ძეძვი და ეკალი აღმოგიცენოს, შემდეგ კი კაენის გამოც. და აი რადგან მან ახლა მიწას ასეთი საყოველთაო დაღუპვა დაატეხა თავს, ამიტომ იმისათვის რომ მართალი ნოე ანუგეშოს და გაამხნევოს, ანუ რომ არ ეფიქრა მას, რა სარგებელია ღმერთის დალოცვასა და სიტყვებში. ინაყოფიერონ და გამრავლდნენ ქვეყნადო თუ გამრავლდებით და ისე უნდა დავიღუპოთო. უფალმა ხო ადამიანსაც უთხრა ინაყოფიერონ და გამრავლდნენ ქვეყნადო, მაგრამ წარღვნა კი მოავლინა, რათა ვამბობ, ნოეს ასე არ ეფიქრა და ამაზრის გამო სულში მუდმივი შფოთი არ ეკრძნო დააკვირდი, რა კაცმოყვარებას ავლენს უფალი. ამბობს, ამიერიდან აღარ დავწყევლი მიწას ადამიანის გამო. დააკვირდი, რაც ხადად გვიჩვენა უფალმა, რომ მან მიწა ადამიანის უკეთურების გამო დაწყევლა. შემდეგ იმისთვის რომ არ გვეფიქრა, თითქოს და ასეთ პირობას მათი გამოსწორების გამო დებს, ამბობს, რადგან ბოროტისკენაა მიდრეკილი ადამიანის გულის თქმა მისი სიყრმიდანვე. უჩვეულო კაცთმოყვარებაა. რამდენადაც ბოროტისკენაა მიდრეკილი ადამიანის გულის თქმა მისი სიყრმიდანვე, ამიტომ ამბობს: აღარ დავწყევლი მიწას ადამიანის გამო. ჩემი საქმე აღვასრულეო, ამბობს ერთხელაც, მეორედაც. მაგრამ რა კი ვხედავ, რომ ბოროტება კვლავ და კვლავ აღმოცენდება, ამიტომ პირობას ვდებ, მეტად აღარ დავწყევლო მიწა. შემდეგ თავისი კაცთმოყვარების გასაცხადებლად დაურთო. მეტად აღარ გავანადგურებ ცოცხალ არსებას, როგორც მოვიქეცი, ვიდრე ქვეყანა იქნება.
დააკვირდი, ყოველივე ამით ღმერთი მართალ ნოეს უდიდეს ნუგეშს რო ზღნის უკეთ, არა მხოლოდ ნოეს არამედ თავისი სახიერების კვალად, ადამიანთა მთელ მოდგმასაც მართლისგანო უნდა წარმოშობილიყო. სიტყვები: მეტად აღარ გავანადგურებ ცოცხალ არსებას და როგორც მოვიქეცი და ვიდრე ქვეყანა იქნება ნიშნავს, რომ მეტად აღარასოდეს იქნება ასეთი წარღვნა და სამყაროს ასეთი საყოველთაო ამოწყვეტა აღარ ეწევა. ამასთან ღმერთი თავისი ქველმოქმედების განუწყვეტელობასაც მიანიშნებს. ვიდრე ქვეყანა იქნებაო, ამბობს, ანუ გპირდებით, რომ უკუნისამდე არ მოგივლენთ ამგვარ რისხვას და არ ავრევ ასე წლის დროებს და სტიქიების წესრიგს. ამიტომაც დაურთავს. არც თესვა და მკა, არც ყინვა და სიცხე, არც ზაფხული და ზამთარი, არც დღე და ღამე არ გაუქმდება. ეს წესრიგიო ამბობს, უცვლელი იქნება მიწა არასოდეს შეწყვეტს ადამიანთა მოდგმისთვის სარჩოს აღმოცენებას და მიწათმოქმედების შრომის დაჯილდოვებას. არც წელიწადის დროები აირევა, არამედ სიცივე და პაპანაკება, ზაფხული და გაზაფხული თათავის დროს დადგება. რადგანაც წარღვნისას მთელი ეს წესრიგი დაირღვა და მართალმა მთელი ეს დრო კიდობანში თითქოს და ერთ განუწყვეტელ ღამეში დაჰყო. ამიტომ ღმერთი ამბობს: ახლა არც დღე, არც ღამე აღარ შეწყვეტენ მდინარებას, არამედ მათი მსახურება უცვლელი იქნება უკუნისამდე. ხედავ ამ ნუგეშს მართლის სულის გამხნევება რომ ძალუც. ხედავ, რა ჯილდო ერგო მისი მადლიერების გამო. შემდგომ სიტყვებშიც ისმინე, რა გამოუთქმელი სიკეთე არ გუნა მას ღმერთმა. ნათქვამია: დააკურთხა ღმერთმა ნოე და მისი ძეები და უთხრა მათ: აღორძინდით და გამრავლდით და ავსეთ ქვეყანა და დაეუფლეთ მას. და თქვენი შიში და ძრწოლა ექნება მიწის ყველა მხეცს და ცის ყველა ფრინველს და ყველაფერს, რაც მოძრაობს და ზღვის ყველა თევზს. თქვენ ხელქვეშ მოგეცით და ყველაფერი მოძრავი, რაც ცოცხალია, თქვენთვის იქნება საჭმელად. როგორც ბალახეული მწვანილი მოგეცით თქვენ ყველაფერი. მხოლოდ ხორცი სულიერისა სისხლით არ ჭამოთ. შეუძლებელია აქ არ გაგვაუწოს ღმერთის უზომო სახიერება. მართლაც და დააკვირდი, ეს მართალი კაცი იმავე კურთხევის ღირსი ხდება, რაც ადამიანს ეღირსა და ადამიანისგან დაკარგულ მთავრობას იბრუნებს თავისი სათნოებით. ან უпростоრად ღმერთის გამოუთქმელი კაცმოყვარების წყალობით. როგორც ადამიანს უთხრა ღმერთმა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, საში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს, ასევე ამბობს ახლაც. თქვენი შიში და ძრწოლა ჰქონდეს მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყოველ სულდგმულს, რაც კი იძვრის დედამიწაზე და ზღვის ყველა თევზს. თქვენს ხელთ არიან ისინი. ყოველი იძვრისი, რაც კი ცოცხლობს, საჭმელად ჰქონდეთ. როგორც მწვანე ბალახს ისე გაძლევთ ყველაფერს. ოღონდ ხორციელს ცოცხლად მის სისხლთან ერთად ნუ შეჭამთ. დააკვირდი, აქ დაცულია, თუმცა კი სხვა სახით იგივე წესი, რაც პირველ ადამიანთან იყო დადგენილი. როგორც მაშინ ღმერთმა ადამიანს ყველაფერზე მბრძანებლობა მიანიჭა, 60 ხის ნაყოფებით ტკბობის ნება მისცა და მხოლოდ ერთი ხის ნაყოფის ჭამა აუკრძალა, ასევე ახლაც, მას მერე, რაც ნოე დალოცა და მხეცებს მისი შიში ჩაუნერგა, მას დაუმორჩილა ყველა ქვეწარმავალი და ფრინველი. ამბობს: ყოველი იძვრისი, რაც კი ცოცხლობს, საჭმელად ჰქონდეთ. როგორც მწვანე ბალახს ისე გაძლევთ ყველაფერს. სწორედ ამ დროიდან იწყება საკვებად ხორცის მიღება, არა იმისათვის, რომ ამით ადამიანებში ნაყროვანება აღძრულიყო, არამედ რა კი მათ ცხოველები მსხვერპლად უნდა შეწირათ და ამით უფლისთვის მადლი მოეხსენებინათ, რომ არ ეფიქრათ, რომ მას, როგორც ღმერთისთვის განკუთვნილს უნდა მორიდებოდნენ, უფალი ადამიანებს ცხოველების საკვებად გამოყენების უფლებას აძლევს და ამით ყველანაირი გაურკვევლობისგან ათავისუფლებს. როგორც მწვანე ბალახს ისე გაძლევთ ყველაფერსო, ამბობს. შემდეგ, როგორც ადამიანთან ყველაფრის მოხმარების უფლება რომ მისცა და მხოლოდ ერთი ხის ნაყოფის მიღება აუკრძალა, აქაც მას მერე, რაც ყველაფრის თავისუფლად ჭამის ნება დართო ეუბნება. ოღონდ ხორციელს ცოცხლად მის სისხლთან ერთად ნუ შეჭამთ. რას ნიშნავს ეს სიტყვები? რა არის? ოღონდ ხორციელს ცოცხლად მის სისხლთან ერთად. ეს ნიშნავს დამხჩვალი არ ჭამოთო, რადგანაც სისხლი ცხოველის სიცოცხლეა. ასე, იმის გამო რომ ადამიანებს შემდგომში ღმერთისთვის მსხვერპლი უნდა შეეწირათ, იგი თითქოს და ასეთ შეგონებას აძლევს მათ. სისხლი ჩემთვისაა განკუთვნილი, ხორცი კი თქვენთვის. ხოლო ამას აკეთებს იმისათვის, რომ თავიდანვე აღკვეთოს მათში ადამიანის მკვლელობისკენ მიდრეკილება. და რომ ეს ასეა და რომ ღმერთი ამ ცნებას ადამიანებს იმ მიზნით აძლევს, რომ უფრო თვინიერები გახადოს, ისინი ისმინე შემდეგი სიტყვები. და რადგან თქვენს სისხლს თქვენი სულებისას მოვიკითხავ, ყველა მხეცის ხელს მოვკითხავ მას და კაცის ძმის ხელს მოვკითხავ კაცის სულს. ეს რას ნიშნავს? ადამიანის სულის სისხლშია? არა, ღმერთს ამის თქმა კი არ უნდა, არამედ ასე ადამიანური ჩვეულების მიხედვით გამოთქვა ერთ ადამიანს რო ეთქვა მეორესთვის. ხელში შენი სისხლი მიფყრიაო, ნაცვლად სიტყვებისა. შენი მოკლა შემიძლიაო. ხოლო ის რომ ადამიანის სული მისი სისხლი არაა, ამის დასტურა ყური უგდე ქრისტეს, რომელიც ამბობს: და ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყვიდნენ ხორცნი, ხოლო სულისა ვერ ხელეწიფების მოკლვად. ნახე აქაც, რა განსაკუთრებული გამოთქმა მოიხმარა ღმერთმა. ამბობს: ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, ადამიანის მიერვე დაიღვრება მისი სისხლი, რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამი. დაფიქრდი,
ამის თქმით როგორ გააძლიერა მან შიში. ამბობს თუ კი ერთგვარი წარმომავლობაც არ გაჩერებს, არც საერთო ბუნება გაბრკოლებს ბოროტების ჩადენაში, თუ კი შენ ძმური თანაგრძნობა განგიგდია და ამ საძეგლ ჩანაფიქრს აასრულებ, მაშინ გაიხსენე რომ იგი ღვთის ხატადაა შექმნილი, ღმერთისგან ასეთი აღმატებულება აქვს მინიჭებული და მთელი ბუნების მბრძანებლადაა დადგენილი და მიატოვე ავის ზრახვა. მაშ როგორო იტყვი თუ ვინმე უამრავ მკვლელობას ჩაიდენს და დიდძალ სისხლს დაღვრის ასეთი ადამიანი ღირსეულად დაისჯება, თუ დანაშაულის წილ მხოლოდ მისი სისხლი დაიღვრება. ასე ნუ იმსჯელებს საყვარელო, არამედ იფიქრე იმაზე, რომ ეს ადამიანი ცოტა ხანში მიიღებს უხრწნელ სხეულს, რომელსაც განუწყვეტელი და მარადი წამების შეგრძნება შეეძლება. იმასაც დააკვირდი, რა სიზუსტით წარმოთქვა ღმერთმა ეს მცნება. ადამიანზე ამბობს: სისხლს ნუ დაღვრიო, პირუტყვებზე კი ნუ დაღვრიო, არ უთქვამს, არამედ ოღონდ ხორციელს ცოცხლად მის სისხლთან ერთად ნუ შეჭამთ. იქ ნუ დაღვრიო, აქ ნუ შეჭამო. ხედავ, როგორ არასაძნელოა მისი კანონები, რამ სუბუქი და იოლად აღსასრულებელია მისი მცნებები. როგორ არაფერს ძნელსა და დაუძლებელს არ ითხოვს ჩვენი ბუნებისაგან. ზოგი რასაკვირველია, ამბობს რომ ცხოველის სისხლი მძიმეა და მავნეა ჯანმრთელობისთვის. მაგრამ ჩვენ მის ჭამას ამის გამო კი არ უნდა ვერიდოთ, არამედ ღმერთისგან მოცემული მცნების გამო. შემდეგ დანამდვილებით რომ გავიგოთ თუ ღმერთმა რად გამოთქვა ეს მცნება ასეთი სიზუსტით, ანუ რომ ადამიანების მკვლელობისკენ მიდრეკილების დასაოკებლად მისცა იგი ამბობს: ხოლო თქვენი ნაყოფიერეთ და იმრავლეთ, მოეფინეთ ქვეყანას და გამრავლდით მასზე. უმიზნოთ როდი წარმოთქვა, ხოლო თქვენ არამედ თითქოს ამბობს: თქვენ ცოტა მცირერიცხოვანმა აავსეთ დედამიწა და ეუფლეთ მას, ანუ კონდეთ მასზე ხელმწიფება და უფლება და მოიხმარეთ იგი. დააკვირდი ღმერთის კაცმოყვარებას წინ და წინ რომ დიდ სიკეთეს ძღვნის და ამის მერე აძლევს კანონს და მცნებას. როგორც ადამთან, რომელიც ჯერ დაასახლა სამოთხეში და უამრავი სიტკბოება უძღვნა და შემდეგ უბრძანა, ერთი ხის ნაყოფი არ ეგემა, ასე მოიქცა აქაც. ღმერთი ჯერ დაპირდა, რომ ასე სრულიად აღარ გაწყვეტს კაცობრიობას და არ გამოავლენს ამგვარ რისხვას, არამედ ყველა სტიქიას დაანებებს, უკუნისამდე უცვლელად იდინონ საკუთარი წესისამებრ. ნოესა და მის ვაჟებს ჯერ კურთხევა აღირსა, ყველა ცხოველზე უწინდელი ბატონობა დაუბრუნა და მათი ჭამის ნება დართო. და მხოლოდ ამის მერე ამბობს: ოღონდ ხორციელს ცოცხლად მის სისხლთან ერთად ნუ შეჭამთ. ხედავთ როგორ წინ და წინ გასცემს სიკეთეს და უდიდეს გულუხობას იჩენს და მერეღა აძლევს მცნებას? ადამიანები კი ასე არ იქცევიან. ადამიანებს წინ და წინ უნდათ რომ მათ ბრძანებას ასრულებდნენ, რომ მათ ბრძანებას მიმღებნი და შემსრულებლები დიდი გულმოდგინებით ეკიდებოდნენ და მერეღა ფიქრობენ მათ დაჯილდოვებაზე, ვინც სრული მორჩილება უჩვენათ. მაგრამ ჩვენი საერთო უფალი სულ სხვაგვარად აკეთებს. წინასწარ გასცემს სიკეთეს და უამრავი წყალობით თავისკენ მიიდრეკს ჩვენს ბუნებას და მხოლოდ ამის მერეღა გვაძლევს იოლ და ადვილად შესასრულებელ მცნებებს, რათა ჩვენ წაგვაქეზოს მცნების სიოლემაც, მიღებულმა წყალობებმაც და გულმოდგინეთ შევუდგეთ მის შესრულებას. ამგვარად, საყვარელნო, ნუ ვიქნებით უზრუნველნი და მცონარენი მცნებების შესრულებაში, გავიხსენოთ ღვთის ადრინდელი წყალობანიც, მცნებების სიოლეც, იმ ჯილდოს დიდებულებაც, რომელიც მათი შესრულების შედეგად გველის. ფხიზელი და ბეჯითნი ვიყოთ ღვთისგან მოცემული მცნებების შესრულებისას და ნეგადავალთ გზიდან, რომელიც მან ჩვენს ბუნებას დაუსახა, არამედ სათანადოდ გამოვიყენოთ ჩვენი დარჩენილი სიცოცხლე, განვიწმინდოთ ცოდვათაგან და შევეცადოთ წინ და წინ შევიძინოთ დიდი კადნიერება, მით უფრო ამ დღეებში, როცა ჯერ კიდევ წინაა წმინდა დიდმარხვის ნაწილი. მართლაც და დარჩენილი დღეების რიცხვიც არ აღმოჩნდება ჩვენთვის ცოტა თუ მოვინდომებთ, თუნდაც ცოტათი უფრო გულმოდგინენი ვიყოთ. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ თითქოს და ეს მცირე დრო საკმარისი იყოს ჩვენი ცოდვების გამოსასწორებლად, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი უფალი კაცთმოყვარე და მოწყალეა და მას დიდი დრო არ ჭირდება. ოღონდ კი მას შევუდგეთ უდიდესი გულმოდგინებით და მზაობით. ყოველი ამ ქვეყნიურის უარმყოფელნი და ზეციურ სწრაფას აყოლილები. ურიცხვით ცოდვით დატვირთულმა ნინევიელებმა, როგორც კი სრული და გულწრფელი სინანული გამოავლინეს, ხომ სამ დღეში შეძლეს ღმერთისთვის გული მოელბოთ და მათ წინააღმდეგ წარმოთქმული განაჩენი გაეუქმებინათ. ან კი რას ვამბობ ნინეველებზე? ჯვარცმულ ავაზაკს ერთი დღეც კი არ დასჭირდა. ან კი რას ვამბობ ერთი დღმეთ კი? სწრაფმავალი საათიც კი არ დასჭირვებია. ასეთია ჩვენ მიმართ ღმერთის გულმოწყალება. როდესაც ხედავს, რომ ჩვენში გამოსწორების გადაწყვეტილება მტკიცეა და რომ ჩვენ გზნებარე გულმოდგინებით მივეცემით სინანულს, იგი არ აყოვნებს და არ გადადებს, არამედ სწრაფადვე მოგვივლენს თავის წყალობას და ამბობს: მაშინ ხმხყო და ღმერთმა ისმინოს შენი, მერმე იტყოდიღა შენ გრქუას. აჰა, აქავარ. ამგვარად ჩვენ შევეცადოთ ამ რამდენიმე დღეში მცირე გულმოდგინება მაინც გამოვამჟღავნოთ და სათანადოდ გამოვიყენოთ მარხვის შემწეობა. დავივიწყოთ უდიერობა, გულმოდგინელოცვები აღუვლინოთ უფალს, ცხარეცრემლი დავღვაროთ, მარად გავკიცხოთ ჩვენი ცოდვები. მას ვით მკურნალს ჩვენი იარები უჩვენოთ და სულის წყლულები გადაუშალოთ, კურნება ვთხოვოთ და ვაკეთოთ ყველაფერი, რაც მოგვეთხოვება. გვქონდეს შემუსვლილი გული, ღრმა მორჩილება, გავცეთ უხვი მოწყალება, ხოლო ჩვენი გონების აღმაშფოთველი ვნებები დავიოკოთ და გავდენოთ ჩვენი სულიდან, ნუ მივეცემით ანგარებას, გულში ნუ ჩავიდებთ მოყვასის წყენას და ნუ ვუმტრობთ მოძმეებს.
არაფერი ისე არ ძულს ღმერთს და არაფრისგან ისე არ იბრუნებს პირს, როგორც ბოღმიანი, სულში მოძმის მტრობის ჩამდები ადამიანისგან. ეს ცოდვა იმდენად დამღუპველია, რომ ჩვენგან ღმერთის კაცთმოყვარებასაც კი მიაქცევს. და იმისათვის, რათა ამაში დარწმუნდეთ, სურს შეგახსენოთ ბიბლიური არაკი მევალეზე, რომელსაც ბატონმა 10,000 ტალანტი აპატია მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ბატონს ფეხებში ჩაუვარდა, თხოვდა და ევედრებოდა. ნათქვამია: შეეწყალა უფალსა მისსა მონაი იგი და განუტევა იგი და თანნადებიცა იგი მიუტევა მას. ხედავ ბატონის გულმოწყალებას, ის მის ფეხებში ჩავარდნილი მხოლოდ გადავადებას თხოვდა. ეუბნებოდა: სულ გრძელ იქმენ ჩემზე და უფალო და ყოველივე მიქცე შენ. მაგრამ კეთილმა, თავმდაბალმა და კაცთმოყვარე ბატონმა შეიბრალა მონა და მისცა არა იმდენი, რამდენსაც ის ითხოვდა, არამედ იმდენი, რისი მოლოდინი მას არც კი ჰქონდა. უფალს ჩვეულებრივ უყვარს გადამეტებით და წინდაწინ შეგვისრულოს თხოვნა. ასევე, როდესაც მონა გადავადებას ითხოვდა და მთელი ვალის დაბრუნებას ყირდებოდა, უფალმა, რომელიც ჩვენს ცოდვებს სახიერებით ამარცხებს, შეიბრალა იგი, გაუშვა და ვალიც აპატია. ხედავ, რას თხოვდა მონა და რამდენი მიიღო. ახლა კი ამ მონის უგუნურება ნახე. მის მიმართ გამოვლენილი ასეთი გულმოწყალების და გამოუთქმელი ქველმოქმედების მერე, თავადაც მოძმეთა თანამგზნობელი უნდა გამხდარიყო, მაგრამ იგი სრულიად პირიქით იქცევა. და ვითარცა გამოვიდა ეს მონა, რომელსაც 10,000 ტალანტი ეპატია. გთხოვთ, ყურადღებით უსმინეთ. ის, რაც ამ მონას შეემთხვა, შეიძლება სული სიღრმემდე ჩაგწუდეთ და გაიძულოთ, ეს მძიმე სენი გულიდან განიგდოთ. მაშა სადამე, ვითარცა გამოვიდა მიერ მონაი, იგი პოვა ერთი მის თანა მონაი, რომელსაც თანედვა მისი 100 დრაჰკანი. დააკვირდი რა განსხვავებაა. აქ მოყვასია, რომელსაც მისი 100 დრაჰკანი მართებს. იქ კი ბატონი, რომელიც 10,000 ტალანტის ვალს ითხოვს. მაგრამ ბატონმა, როდესაც დაინახა, რომ მონას თხოვს და ევედრება, აპატია ვალი. ამ მონამ კი შეიპყრა იგი და შეაშთობდა მას და ეტყოდა: მომეც, რაიც იგი თანგაც. მერე კი რა ხდება? ნათქვამია: შეურდა მას მოყვასი იგი მისი. დააკვირდი რა ხშირად იმეორებს სახარებას სიტყვას მოყვასი, ეს უმიზეზოდ როდია, არამედ იმისათვის, რომ ვიცოდეთ მათ შორის არ იყო განსხვავება. და მაინც მევალმოყვასი მსესხებელს ისეთივე დამდაბლებული თხოვნით მიმართავს, როგორითაც ეს მიმართავდა ბატონს. სულ გრძელ იქმენ ჩემზე და ყოველივე მიქცე შენ, ხოლო მან არა ისმინა მისი, არამედ წარვიდა და შეაგდო იგი საპყრობილესა, ვიდრემდე მისცეს მას თანნადები იგი. ჰოი, რა უკიდურესი უმადურებაა! სულ ახლახან გასწი ეს წყალობა მასზე და ამის შემდეგაც არ ისურვა თანაეგზნო მოყვასისთვის, არამედ თავიდან აღჭობდა მას, მერე კი დილეგში ჩააგდო. ნახე რა მოხდა მერე. წერილი ამბობს: ხოლო იხილეს რა იმის თანა მონათა მათ საქმე ესე, შეწუხნეს ფრიად და მივიდეს და აუწყეს უფალსა მათსა ყოველივე იგი, რაიცა იქმნა. მივიდა არა თავად დაზარალებული, ან კი როგორ შეძლებდა დილეგში შეპყრობილი. არამედ მისი ამხანაგები, რომლებიც თუმც პირადად არ იყვნენ შეურაცხყოფილი, მაგრამ ისე დამწუხრდნენ, თითქოს თავად მათ შემთხვევოდათ ეს საწყენი საქმე. მივიდნენ და ყოველივე მოახსენეს ბატონს. და ნახე როგორ განრისხდა ბატონი. წერილი ამბობს: მაშინ მოუწოდა მას უფალმან მისმან და ხრქუა მას: მონაო ბოროტო, აქედანაც შეიძლება დავინახოთ რა დამღუპველია ამეხსიერება. როდესაც ბატონი მონისგან 10,000 ტალანტის დაბრუნებას მოითხოვდა, არ უწოდებია მისთვის მზაკვარი. ახლა კი, როდესაც ეს მონა შეუბრალებელი აღმოჩნდა თავისი მოყვასის მიმართ, ბატონი ეუბნება: მონაო ბოროტო, ყოველივე თანანადები შენი მოგიტევე შენ, რამე თუ მევედრებოდე მე. დააკვირდი როგორ ამხელს ბატონი მონას უკიდურეს ბოროტებაში. განა შენ მე შემომთავაზე სხვა რამ, გარდა სიტყვებისა? და მაინც განა არ ვისმინე შენი ვედრება და განა არ გაპატიე მთელი ეს დიდი და ურიცხვი ვალი? არა ჯე იყო შენდაცა, რაითამცა შეიწყალე, შენ თანამონა იგი, ვითარცა მე შენ შეგიწყალე. განა რა პატიება სიმსახურებ, თუ მე შენმა ბატონმა. ამხელა ვალი გაპატიე მხოლოდ შენი სიტყვების გამო. შენ კი შენი მოყვასი და თანამოძმეც კი არ შეიწყალე. არ მიიდრიკე გულმოწყალებისკენ და არ გამოავლინე მის მიმართ თანაგზნობა. არ გაიხსენე ჩემგან გაწეული წყალობა, არამედ შეუბრალებელი და სასტიკი აღმოჩნდი და არ ისურვე შენი მოყვასის შებრალება? მაშ ახლა გაიგებ რა სიავე უქენი ამით საკუთარ თავს და განურისხნა უფალი იგი მისი და მისცა იგი ხელთა მტანჯველთასა. დააკვირდი ბატონი ურისხდება მონას და მტანჯველების ხელში აგდებს სწორედ მოყვასის მიმართ გამოვლენილი შეუბრალებლობის გამო. რაც არ გააკეთა ადრე ამ ხელა ვალის გადაუხდელობის გამო იმის გაკეთებას ბრძანებს ახლა. მისცა იგი ხელთა მტანჯველთასა, ვიდრემდის გარდაიხადოს ყოველი იგი თანნადები მისი. ანუ სანამ მონა არ დაუბრუნებს იმ 10,000 ტალანტს, რომელიც მას მანამდე უკვე ეპატია. უდიდესი და გამოუთქმელია ღმერთის კაცთმოყვარება. როდესაც მან თავისი ვალი მოითხოვა და მევალემ გადავადებას თხოვა, აპატია მას. ხოლო როცა დაინახა, რომ იგი სასტიკად და არაადამიანურად მოეპყრა მოყვას, მაშინ უკვე ზღვარი დაუდო თავის მოწყალებას და მევალეს საქმით აჩვენა, რომ მან იმდენი მოყვას კი არ დაუშავა თავისი უგულობით, რამდენიც საკუთარ თავს. როგორც იმ მონამ ჩააგდო თავისი მოყვასი საპყრობილეში ვალის გადაუხდელობისთვის,
ასევე ბატონმაც მტანჯველებს გადასცა იგი, სანამ ვალს არ დააბრუნებდა. ეს უფალმა მოგვითხრა არა უბრალოდ ტალანტებსა და დრაჰკანებზე, არამედ აქ ცოდვები და ჩვენ მიერ ჩადენილი უკანონობის სიმძიმე იგულისხმა, რათა ვიცოდეთ. თუნდაც რომ ურიცხვით ცოდვა მიგვიძღოდეს უფლის წინაშე, მისი გამოუთქმელი კაცთმოყვარებით მაინც მიგვეტევება მისგან. ხოლო თუ თავად ვიქნებით სასტიკი და შეუბრალებლები ჩვენი მოკეთეების და თანამოძმეების მიმართ, რომლების თანაზიარი ბუნებაც გვაქვს და არ მიუტევებთ ჩვენ წინაშე ჩადენილ დანაშაულებს, არამედ გავბოროტდებით მათზე ამ მცირე შეცოდებათა გამო, რაც 100 დრაჰკანია 1000 ტალანტთან შედარებით, იგივეა ჩვენს მოყვასთა შეცოდებანი ჩვენ წინაშე იმ ცოდვების გვერდით, რაც ჩვენ მიგვიწვის უფლის მიმართ, მაშინ უფლის რისხვას დავიმსახურებთ და მოგვიწევს წამებით გადავიხადოთ იმის საფასური, რისთვისაც შენდობა უკვე მიღებული გქონდა. მართლაც იმისათვის რომ დარწმუნებით ვიცოდეთ, რომ ეს იგავი უფალმა ჩვენი სულის სარგოდ შემოგთავაზა უსმინე, რა დაურთო ნათქვამს. ეგრეცა მამამან ჩემან ზეცათამან გიყოს თქვენ, უკვე თუ არა მიუტევნეთ კაცაკაცადმან ძმასა თვისსა, ყოვლითა გულითა თქვენითა ცთომანი მათნი მათ. და ნამდვილად ბევრი სარგებელი შეიძლება მივიღოთ ამიგავიდან, თუ ყურადღებით ყოფნას ვისურვებთ. მართლაც და განა შეგვიძლია ჩვენს მოყვასებს შეუნდოთ იმდენი, რამდენსაც ჩვენ უფალი შეგვინდობს. თანაც ჩვენ რომც მოვისურვოთ შენდობა, ჩვენნაირივე მონებს ვპატიობთ, თავად კი უფლისგან ვიღებთ შენდობას. კვლავ დააკვირდი, რა ზუსტია უფლის სიტყვები. უბრალოდ კი არ თქვა, თუ ადამიანებს მათ შეცოდებებს არ შეუნდობთო, არამედ როგორ. უკვე თუ არა მიუტევნეთ კაცაკაცადმან ძმასა თვისსა, ყოვლითა გულითა თქვენითა ცთომანი მათნი. შეიტყვე როგორ სურს რომ ჩვენი გული მშვიდი და დაწყნარებული იყოს, რომ სული უშფოთველი და ყველანაირი ვნებისგან დაცლილი გქონდეს და რომ მოყვასის მიმართ სიყვარული გამოვავლინოთ. და სხვაგანაც ისმინე რას ამბობს. უკვე თუ მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქვენსა მამამან თქვენმან ზეცათამან. მაშინ უიფიქრებთ, თითქოს ჩვენ, როდესაც მოყვას მიუტევებთ, მას უკეთებთ სიკეთეს და მოწყალებას ვუძღვნით. არა, მაშინ ჩვენ თავად ვიღებთ წყალობას, თავად ჩვენ ვიღებთ აქედან უდიდეს სარგებელს. სხვადასხვა გზით თუ ჩვენ მოყვას არ შეუნდობთ, ამით მას ვერაფერს დავაკლებთ, ჩვენთვის კი გაუსაძლის გეენიას გავიმზადებთ. ამიტომ გთხოვთ ეს რომ მიცით, ნუ რასოდეს ჩაიდებთ გულში წყენას და მტრად ნუ მიიჩნევთ მათ, ვინც უსიამოვნება მოგაყენათ ან რამით გაწყენინათ, არამედ წარმოიდგინეთ, რა სიკეთეს და უფლის წინაშე კადნიერებას გვანიჭებენ ისინი. უმეტესად კი იფიქრეთ, რომ ჩვენს შეურაცხყოფელთან შერიგება ჩვენს ცოდვებს აბათილებს და ვიჩქაროთ და არ დავაყოვნოთ ჩვენს მტრებთან შერიგება. ვიფიქროთ ამით მონიჭებულ სარგებელზე და მტრებს ისეთი კეთილგანწყობა ვუჩვენოთ, თითქოს და ისინი ჭეშმარიტ კეთილისმყოფელებად გვევლინებოდნენ. თუ ფხიზლად ვიქნებით, იმდენ სიკეთეს ჩვენი მიყვარული და ჩვენს საამებლად გამეცადინებული ადამიანებიც კი ვერ მოგვიტანენ, რამდენსაც ჩვენი კეთილგანწყობა მტრების მიმართ. ეს ჩვენ ზეციურ კურთხევას მოგვანიჭებს და ცოდვათა ტვირთს შეგვიმსუბუქებს. მართლაც და საყვარელო განსაჯე, როგორი ამ სიკველის დიდებულება იმ ჯილდოების მიხედვით, რომელიც ღმერთმა მის მოქმედს აღუთქვა. მან თქვა: გიყვარდეთ მტერნი თქვენი და აკურთხევდით მწყევართა თქვენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქვენთა და ულოცევდით მათ, რომელნი მძლავრობდნენ თქვენ და გდევნიდნენ თქვენ. და რადგანაც მცნებად მიცემული მნიშვნელოვანი და ძლიერ ამაღლებული იყო, დაურთო. რაითა იყვნენ თქვენ შვილ მამისა თქვენისა ზეცათაისა, რამე თუ მზემისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა და წვიმს მართალთა ზედა და ცრუთა. ხედავ განა, ვის უტოლდება, რამდენადაც ეს ადამიანისთვის შესაძლებელია, ის, ვინც არათუ შურს არ ძიობს შეურაცხყოფელებზე, არამედ გულმოდგინედ ლოცულობს კიდევაც მათთვის. ამგვარად, უდიერობით ნუ მოვაკლდებით ესოდენ ძვირფას, ყოველგვარ სიტყვას, აღმატებულ ძღვენს და ჯილდოებს, არამედ ყველანაირად ვეცადოთ ამ მითითების შესრულება და თუნდაც საკუთარი თავის იძულების გამოყენებით, ჩვენი სული ღვთისმცნების მორჩილებას მივაჩვიოთ. მე ხომ დღეს იმისათვის შეგაგონეთ, იგავი იმისთვის მოგითხრეთს და წყენის შენდობის სიკველის დიდებულება, თუ მისგან მომავალი სარგებლის უხვება იმისთვის გიჩვენეთ, რომ სანამ ჯერ კიდევ დროა ყოველმა ჩვენგანმა, ვისაც კი მტერი გვყავს, ვცადოთ, ალერსიანი მოპყრობით შემოვირიგოთ იგი. და ნუ რავინ მეტყვით. მე ერთხელაც და ორჯერად შეუნდე მას მტერს, მაგრამ იგი შერიგებაზე ვერ დავიყოლიეო. არა, თუ ჩვენ გულწრფელად გვინდა შერიგება, მაშინ არ დავეხსნებით მტერს, სანამ არ დავამარცხებთ მას გაძლიერებული ვედრებით, სანამ ჩვენკენ არ მოვდრეკთ და არ ვაიძულებთ, ჩვენი მტრობა გულიდან ამოიღოს. განა ამით მას გაუწევთ სიკეთეს? არა, კეთილი საქმის ნაყოფს ჩვენვე მივითვლით. ამით ღვთის წყალობას მივიღებთ, ცოდვათა შენდობას ვეღირსებით, უფლის წინაშე უდიდეს კადნიერებას შევიძენთ. ასე თუ მოვიქცევით, შეგვეძლება სუფთა სინდისით შევუდგეთ ამ წმინდა და საზარელ ტრაპეზს და კადნიერებით წარმოვთქვათ უფლის ლოცვის სიტყვები ხელდასხმულებმა ერთგულებმა იციან თუ რაზე ვლაპარაკობ. ამიტომ თითოეულის სინდის მივანდობ იმის განსჯას ამ ცნების ამსრულებლებს, თუ რა კადნიერებით შეგვეძლება ლოცვის სიტყვების წარმოთქმა იმ საზარელ ჟამს ლიტურგიისა, ხოლო თუ უგულებელყოფთ ამ ცნებას, მაშ რა განკითხვის ღირსი გავხდებით, როდესაც ჩვენი საქმე ჩვენივე სიტყვების საწინააღმდეგო იქნება.
გვეყოფა siთავხედე, განუსჯელად და ქარაფშუტულად წარმოვთქვათ ლოცვის სიტყვები, მეტი და მეტი გეენია გავიმზადოთ და უფალი რისხვით აღძრათ ჩვენზე. ვხარობ და ახტაცება მიპყრობს, როცა ვხედავ, რომ სიამოვნებით მისმენთ და ტაშით მიმანიშნებთ, რომ ცდილობთ მტრებთან შესარიგებლად განეწყოთ და უფლისეს მცნება აღასრულოთ. ამაშია ჩვენს სულთა კურნება, ამაშია ჩვენს იარათა გამრთელება, ესაა ღმერთის საამებლად საუკეთესო გზა და ღვთისმოყვარე სულის უტყუარი გამომარჩეველი. ანუ ის, რომ ყველაფერს ვაკეთებთ ღმერთის მცნების აღსასრულებლად და არ ვნებდებით უკეთურ აზრებს, არამედ ვმაღლდებით ვნებებზე და ვიხსენებთ ყოველდღიურ ზეციურ მოწყალებას ჩვენ მიმართ. და მართლაც რაც არ უნდა ვეცადოთ, მაინც ვერ შევძლებთ, გავცეთ უმცირესი ნაწილიც იმ სიკეთისა, რაც უკვე მოძღვნილი გვაქვს ღმერთისგან, ან იმისა, რაც ყოველდღიურად მოგვენიჭება, და ან იმისა, რომელიც მომავალ ცხოვრებაში გვაქვს გამზადებული, თუ მის მცნებათა აღსრულებას მოვისურვებთ. გვარად, ყოველმა აქედან გასულმა ქმენი ეს საქმე, გაეშურე მისკენ მტრისკენ, ვით უდიდესი საუნჯისკენ და წამითაც ნუ დაყონდები. თუნდაც რომ შრომა მოგხდეს, ან ძებნა დაგჭირდეს, ან გრძელი გზის გავლა თუ დაბრკოლებების გადალახვა დავძლიოთ, ყველა ეს სიძნელე მხოლოდ იმაზე ვიზრუნოთ, როგორ ავასრულოთ ღვთის მცნება და მორჩილებისთვის ჯილდო მივიღოთ. ვიცი არაა იოლი და სასიამოვნო, მივიდეთ მასთან, ვისაც ჩვენ მიმართ მტრობა და სიავე უდევს გულში. წინ დაუდგეთ და დაველაპარაკოთ, მაგრამ თუ დაუფიქრდები ამ მცნების ღირსებას, ჯილდოს სიდიდეს და იმას, რომ ამ კეთილის საქმით სარგებელს ის კი არა, შენ მიიღებ, მაშინ ყველაფერი მარტივი და იოლად მოსახერხებელი მოგეჩვენება. ამგვარად, გვახსოვდეს ეს ყოველივე, დავძლიოთ მავნე ჩვევა და მოწიწებული სიყვარულით ავასრულოთ იესო ქრისტეს მცნებები, რათა მისგან გვეღირსოს ჯილდო, მადლითა და კაცთმოყვარებითა სახიერებისა მისისათა, რომელსა მამისა და სულისა წმინდისა თანაშვენის პატივი, ძალი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.